ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია როგორც მიწაზე მცხოვრებთათვის, ასევე უფალში განსვენებულთა სულებისთვის. ყოველთვის, როდესაც საღმრთო ლიტურგია აღესრულება, ისინი უნდა მოიხსენიოთ. ეს ყველაზე ძლიერი რამაა, რაც შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ. ლიტურგია გოლგოთის მსხვერპლშეწირვაა. უფალი მუდამ მსხვერპლად იწირება. უფრო სწორად, თავად სწირავს საკუთარ თავს. ჩვენგან მხოლოდ კეთილი ნებაა საჭირო. მსახურებას უფალი აღასრულებს. ჩვენ კი ყოველ სულს საკურთხეველში მოიხსენიებთ. ერთხელ ვიღაცამ ეპისკოპოს ნიკოლოს კითხა: აქვს თუ არა ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანს ცხონების შესაძლებლობა? მეუფემ უპასუხა: დიახ, მისი სულისთვის 40 საღმრთო ლიტურგია აღასრულეთ და ცხონდება. გულის მწუხარებისა და წმინდა თეოფანე დაყუდებულის წიგნის გზა ცხონებისაკენ კითხვისგან მიღებული დახმარების შესახებ. როდესაც სულში სულიწმინდის მადლი მოქმედებს და ადამიანი უფლისკენ უნდა შემოbrunდეს და გარდაიქმნას, სულისთვის ეს მეტად მძიმე მდგომარეობაა. ადამიანი იმდენად ღრმად განიცდის საკუთარ ცოდვებს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მძიმეა ეს მწუხარება. და იგი ამბობს, რომ თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდება და უფრო ძლიერია, შემდგომში იგი სულისთვის უფრო მეტად საცხოვნებელია. როდესაც ეს წავიკითხე, მივხვდი რა ხდებოდა ჩემში. როდესაც მესამედ ვიყავი სამედიცინო შემოწმებაზე ერთ ექიმთან, იქ სხვა ექიმმა დაიწყო მწუხარებაზე ჩივილი. მას კერდის კიბო აქვს. მაგრამ დიეტას იცავს და მადლობა ღმერთს კარგადაა. თუმცა მწუხარებას მაინც განიცდის. სიხარულს საერთოდ ვერ გრძნობს. მისი ქმარიც ექიმია, ის ამბობს, ვერაფერში ვპოულობ ნუგეშს. მე ვუთხარი, რომ საპატრიარქოს მაღაზიაში არის წიგნი გზა ცხონებისაკენ. ყურადღებით წაიკითხე და დაინახავ, მიხვდები, რა ხდება შენს შინაგან სამყაროში. რევოლუციამდელი რუსეთის ტანჯვის მიზეზების შესახებ. რუსეთში მრავალი მორწმუნე და მრავალი მონაზონე იყო, მაგრამ მდგომარეობა ისეთი იყო, რომ ამის დაშვება აუცილებელი გახდა. როდესაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, წმინდა პანტელეიმონის მონასტერსა და მის სკიტებში დაახლოებით 2000 მონაზონი ცხოვრობდა. იყო ერთი მეტად მოშურნე მონაზონე, რომელიც ჩიოდა, რატომ დაუშვა უფალმა ეკლესიისა და მღვდლების ასეთი ტანჯვა? რატომ უფალო, რატომ დაუშვიეს, რატომ? ერთ დღეს მას თავად უფალი გამოეცხადა. მართალია უფალი აზრებსაც გვაწვდის, მაგრამ ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ ამას. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა თავად გამოგვეცხადოს. მან უთხრა: განა შენ ჩემზე მეტად გეცოდება რუსი ხალხი? რომელიც არც შენ შეგიქმნია და არც შენ გიზრუნია მათზე? მე გავაჩინე ისინი, მე ვზრუნავდი მათზე. მატერიალური თვალსაზრისით ყველაფერი ჰქონდათ და არაფერი აკლდათ. თუმცა მათგან არც ისე ბევრი მიდიოდათ სათავსასუფეველში. რუსეთი, ისევე როგორც რუმინეთი და უნგრეთი, პირველ მსოფლიო ომამდე ფეოდალური ქვეყნები იყვნენ. სოფლად მცხოვრებთაგან მხოლოდ ზოგიერთი იღებდა საკუთარ მიწას ჯილდოს სახით. საკუთარი ცოდვილი მდგომარეობის სიმდაბლით მიღების შესახებ. რამდენიც არ უნდა იღვაწონ წმინდანებმა, ისინი საკუთარ თავს ყოველ ქმნილებაზე, თვით დემონებზეც კი უარესად მიიჩნევენ.
ამაზე ბევრს ვფიქრობდი. იყო ერთი და, რომლის მშობლებიც ექიმები იყვნენ და რომელსაც გათხოვება არ სურდა. ის ორჯერ გაიქცა მონასტერში. 1963-64 წლებში ვიტოვნიცისა და მანასიას მონასტრებში დადიოდა. მან იკითხა, ჩვენ ხომ ღვთისმშობლებები ვართ და მის ხატად ვართ შექმნილნი. მაშინ როგორ შეიძლება საკუთარი თავი დემონებზე უარესად მივიჩნიოთ? თუ გულზე ხელს დაიდებ და გარშემო ყველაფერს ყურადღებით დააკვირდები, დაინახავ, რომ მართლაც ყოველ ქმნილებაზე უარესი ხარ. ფუტკრებისა და ჭიანჭველების ადამიანებთან შედარების შესახებ. ზაფხულში მათი სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა, დაახლოებით თვენახევარი. თითოეულ მათგანს თავისი საქმე აქვს. ერთი ნექტარის მოსაპოვებლად მიდის, მეორე თაფლისთვის, მესამე მარილის მოსატანად. თუ მარილს ვერ პოულობს, საპირფარეშოში მიდის. თუ ფუტკარი მარილიან წყალს არ გამოიყენებს, თაფლის გაკეთებას ვერ შეძლებს. ყველას თავისი საქმე აქვს. ახალგაზრდა ფუტკრების კაში მუდმივად კვებავენ სხვებს. ისინი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ამზადებენ ჭეოს, ფუტკრის პურს. შემდეგ სხვები მოდიან, ხოლო პირველები სხვა საქმეზე გადადიან. ყველას თავისი ფუნქცია აქვს. ზაფხულში დედა ფუტკარი ამდენ კვერცხს ვერ დადებდა, დაახლოებით 20-დან 30,000-მდე, თუ მას გამუდმებით არ გამოკვებავდნენ. სადაც კვერცხები არ არის, იქ გადააქვს ისინი. ეს საოცრად დიდი ორგანიზებულობაა. ზაფხულში ზოგი ფუტკარის კაში ვეღარც ბრუნდება. ისინი იმდენად იღლებიან და იტვირთებიან, რომ უკან დასაბრუნებელი ძალა აღარ რჩებათ და მინდორში ვერ რჩებიან. ჩვენ კი როგორ ვიღწვით, მაგალითად აიღე ჭიანჭველა. ის საკუთარ თავზე ბევრად დიდ საგანს მიათრევს. თვითონ ძალიან პატარაა, მაგრამ მაინც მიაქვს. დაუვარდება, აქეთ-იქით გაგორდება, ის კი ირგვლივ იყურება, ვინმემ რომ არ წაართვას. ჩვენ რას ვაკეთებთ? როგორც კი რამე არ გამოგვდის, იმ საგანს ბრაზით ვისვრით, თითქოს ის იყოს დამნაშავე. აი ხედავთ, ჭიანჭველებსა და ფუტკრებზეც უარესები ვართ. ახლა უკვე შეგიძლია საკუთარი თავი ისეთად დაინახო, როგორც სინამდვილეში ხარ. სიმკაცრისა და სულიერი განსჯის შესახებ. სიმკაცრით კარგს ვერაფერს მიაღწევ. საკუთარ თავთან ძალიან მკაცრი უნდა იყო. ხოლო შენ გარშემო მყოფ ადამიანებთან თაფლივით ტკბილი. ოღონდ ფრთხილად იყავი. იმდენად არ აგლოკონ, ბოლოს მხოლოდ კოვზიღა დარჩეს. დიახ, ჩვენ სულიერი განსჯა გვჭირდება.